საღამო მშვიდობის ხალხო. Რაღაც საღამო ღამე მშვიდობის. ჩართული მოყერყეტებული კაი. მოვიდეთ. ეს არის კრემი ხალხო. პროდუქტი გემოთივიგე. ხილის პეჩენის ტორტი უნდა გავაკეთო ხილით. ჩართული ჩილი თოყერყეტა. თოყერყეტა ისა, თოყერყეტა. იქიდან მოიარე და ბანანებიც და ისინიც სკაცივდება იკრემი. ой, მე გიორგი რა კერი. აიჭო. დაწვით არ დაიჭვა, მაგრამ კრემი გავაკეთე ხალხო და შენ რა ქნახლა ის რაზე დაჭრა? საჭირელი ხო გქონდა. ორ წელი დავჭრა, იქ მარწვით ხო არის. მარწვიცანი. აი მოგცი მე გეტყვი როგორ დაჭრა. ამდენი რა თქმა შვილო. არაფერი ცოტა მოგვიანებით ვიდეოს იმასვისა რა ქვია. აგიტვითავთ ხალხო. რა ვიყიდე, რა ის ერთი ვიდეო, ორი ვიდეო გადავიღეთ ხო დღესა. ხო. თელის ვიდეო ხო დავდე? ხო. ნახა ხალხმაც. თანი. ხო. ნახავენ კიდე გაქვს. კიდე ნახავენ ხო. ხო და ის არის რა ქვია. რა ვიყიდე გადასაღები თუ. აი და ასატვირთი მაქვს. ამაში უნდა გავაკეთო და ამ ორ ვიდეოს ხვალე ავტვირთავ ალბათ. რა ვიყიდე დადები და ორი ვიდეო დღეს იქნება ორი ვიდეო. და ის იყოს საჭრელი მინდა. არ უნდა საჭრელი, დანა მოიტანე და თებში გამოიტანე, მე გეტყვი როგორ. ის არა საჭრელია გირა. აჰა. მოიტანო ეს. აჰა, მოდი გაწიეს. მოიტანო მარწვინა. მაგდენი მარწვინა არ გვინდა. ამდენი არ უნდა ვარ. თებშიც იმას ქენდა, მეორე მარწვინაში ჩავდოთ. ვიცი ის არ დაიწვას ესა. არ დაიწვა და. მარწვინა, შმარწვინა. დანა იქიდან ამოიღეს. ამოვიღე. არ მომიდე. ამით კარგად ჭრიავ და ით. ხალხნებო. ხალხნო. ის რას გადავიკიდე ამ ხალხნებს კაცო. მაშ ჩაჭერილი. ხო რა მინდოდა თქმა. ეს არის რა ქვია. ხანდახან ქართულ ენაში სიტყვებში ვიჭედები ხოლმე. ეს გაგწვილი ნახ ხალხნო. ხანდახან ვფიქრობ, რომ ქართული მავიწყდება, თქო. მე რო საზღვარ გაიწავიდე, ხო, ალბათ ქართული საერთოდ დამავიწყდება. დედა რა ვქნა. აი ახლა როგორ გეტყვი ეს წერები არ მინდა. წერეს მოვაჭრე კაცო. აი ეს დაჭერდი. ხო. მომე. ბარი მისიც მოვჭრეთ. ეს ჩემი. აი ჩქუნის ბანანი ვიყიდე, რაზე ვიყიდე. შეჭამდე. ორი ამბანას თითქოს ისაა გიორგი. რა? თვალები ესე მოწყენილი. თვალები ესეა. ემოჯიოა. აი ხალხო. თითქოს მოწყენილია. ხო, ემოჯიოა ის მსილი. ეს ხო. მოწყენილი ემოჯები როა ხოლმე. ესე როა რაღაცაა. ცელი გავაკეთე ბანანი. ეს რა გერგი. ხო.
ხო შეიძლება ესე დავდო და დავჭრა. ესე რა დავჭრი? დაჭერი ეგრე უფრო ადვილია და იმით. ესე? ხო, უფრო ადვილად დაჭრი. მე ვიცი დაჭრა უცნაური ვისწავლე ამ დროს. Cutting banana. Banana. მომეტანი მიიტრიალე შენ, მირე რა იტყვა. ის არის რა ქვია? Banana. Banana. ისე ბანანა კი გეუნება სიტყვა რომ ბანანი ვარო. კიდე დაჭერი ციცალი. Scimpanzini bananini. ეხო იცით. მინა თქო. ეხლა მოდაშია. ეგრეთ სიტყვები. Scimpanzini bananini. ეგ ბანანინი ხვალე შეჭამი. Bombardino crocodilo. ეგეც მოდაშია. რა. Tralalelo tralala. მაგას ბოლომდე არ დავაბოლოვებ ხალხო. იმიტომ რომ არ შეიძლება. ცუდი რაღაცა. Cappuccini, ballerini. არა, ballerina cappuccina. ნუ იცი მე ძალიან უცნაური რაღაცები შემოვახვალ მე ამ TikTok-ში, ტრენდში მე რა ვიცი. კუტუმაკუტუ აღარ არის. და ყველა ქართველი ვაიმე სააკაშვილზე რო იყო კუტუმაკუტუ. ვაიმე ხო და მე ყველა ქართველი რომ მაგას კითხულობდა რას ნიშნავს და მეც კითხეს. მე დამიწერა რაღაცა. რას ნიშნავს კუტუმაკუტუ? მე რა ვიცი რას ნიშნავს. ეგრეც არ განვითარებული ვარ რომ ნეპალური ვიცოდე და არ ვიცი. იმან თქვა ცუც არ ნიშნავსო. იმ კაცმა რა ქვია. იმან თქვა. ის რო არის, არ უნი რო არის. ო, არ არისო ცუდი. სუფარი განა. სუფარი. ის არის რა ქვია, კაკალივით ის არის. რაღაცა, კაკალივით არის. კაკაც გავს. თხილეულში შედის და იმაში რაღაც იმას საშვებიან, მაგას რო გატეხავენ. რაღაც ფოთოლში იმას საშვებიან. გაახვევი და მაგას ღეჭავენ ხოლმე. ნეპალი, ინდოეთი მაგას ღეჭავენ ხოლმე და ეგ კი ნეპალური სიმღერა. და მიავიღე. კუტუმაკუტუ სუფარი განა. ხვალე განახებთ როგორი იქნება. ზემოდან მოაწყვეტს. სუფარი განა თუ შმუფარი განა რა ვიცი. მე რომ მეკითხებოდა მე რა ვიცი აბა რა ნიშნავს ეგ. ჩვენ გეკითხებოდი. მე რა ვიცი ვიღაცამ დამიწერა. TikTok-ში? ხო. ინდოელი იყავი? მე ინდურ სიმღერებს ვღერი, ნეპალურებს კი არა. ინდური ვიცი და ნეპალური არ ვიცი ნამდვილად. მე კი არ მეზარება მაგასაც ვისწავლი, მაგრამ იმიტომ რომ იმას გავს რა ქვია. ინდურ დამწერლობას გავს ის. რა? ნეპალური. მე თავი მე ხანდუია ეგეც. რაც ხაზე. ჰა? რო გადამიცდება ორი დღე იმას რა ქვია ხალხო, რა ქვია დაბანას. ორი დღე დამბანია თავი და თავი მეფხანება უკვე და ასე. მე ხვალე ვაპირებ დაბანას, ხვალე და ხვალე მეც და აბაზანაში შესვლა. არ გინდა ეგრე ნამეტანი წმინდა დე, ცოტა მსხვილად. ოკეი. ჩაითალე. გაითალე. რა ვიცი არა ჭრის ეგ უხეიდა. მარცხს არ აჭრის და ხელი კი გავითალე კაცო. აუ ხალხო ზურგი მტკივა. ზურგი კი არ ბეჭები უბრალოდ. ციდები ეტყობა მე. მოდიდან უგაცივდები ხალხო, ვეღარ გავიგე რა ჩავიწოთ.
უკვე. თხრად გავიდეთ თუ იმათ რა ქვია. სკლა. რა მინდებია რა არის, მე რა ვიცი. ხან ცხელა ხან ცივა. ვეღარ გავიგე უკვე საბანი დავიფარო თუ გადავიხადო ღამე კიდე. ხო რა, მართლა ვერ გაიგე. დავიფარებ ცხელა გადავიხდი მცივა და გაიგე რა უნდა გააკეთო. კუტურიგანა. სუპარიგანა. მაგ ბავშვმა თუ იცის როგორი პოპულარულია საქართველოში, ა? ზოგმა ქართველმა ეხლა გაიგო, მაგრამ მე მაგ სიმღერის შესახებ დიდი ხანია ვიცი უკვე. მაგ ბავშვის შესრულებით არ აღვოდ, ორიგინალის. სხვათა შორის კარგად მღერის ეს ბავშვი. ნიჭი მე მიყვარს ნიჭიერი ბავშვები. რა ვიცი, ქართული TikTok-ის ნახევარი კიდე ეგიდუნაშვილის იმაზე ცხოვრებაზე გადართული, მე რა ვიცი. უკვე მაგის ცხოვრებაზე ვიცხოვრობენ. განიხილავენ რა უნდა თქვა. მაგის ცხოვრებით ცხოვრობენ. ავიღალე და თვითონ ის ქალი რას ფიქრობს არ ვიცი. სასაცილო არ არის. თავს მიხედავ. ვის რაში სასაცილო ჯერ ეგეთი. თავის მიხედავ ყველა. მართლა თავის მამიდებს მიხედავ ყველა. ჯობია. მართალი. ურჩევნიათ. აი ხლა ხალხო, აი ესე ვიდა, მაი. დაფქრემა. ვაი მე და რა მომდგება ზურგი. მე ამდენად თქვი უკვე. რაც ვიდეო დავიწყე მე მგონი ამას ვამბობ, ხო? ეს. ზურგი მდგება თუ. შეგწივდათ შენ და ბიბია შენს და იმიტომ. ეტყობა. დღეს ხალხო რა მომივიდა? არ მომიყოლია თქვენთვის, ხო? მაღაზიაში რო ვიყავი. დღეს ამ ვიდეოში ვერ გაიგებენ, მაგრამ ყველა ხო გაიგებენ მაინც. რა მომივიდა? მაღაზიაში ხო ვიყავი. ვიყავით მე და დედა ჩემი. ხო და კოდი მოუნდა ვიდეოს კი არა იმას. ბარათით რო გადავიხადე, ტერმინალს და კოდის ჩაწერა. მე კიდე თურმე iPhone-ში არ მწერებია. და მეთქი რო მახსოვს, მაგრამ ისაში ჩავწერო თქო რა ქვია, შეცდომით თქო. ხო და იმას ავქენი. ვეძებე iPhone-ში არ მწერებია. თან ეს ჩუსტები მეცვა. არ ჩავიცი ფეხსაცმელები, რა ვიცი. ხანდახან ჩუსტებითაც დავდივარ ხოლმე ხალხო. უფრო გადავივლი თქო. და გადმოვედი. დავტოვე დედა ჩემი იქ და გამოვიქეცი სახლში. რომ მეორე ტელეფონი წამეღო. ეხლა რომელითაც ვიღებ. ხო და გადმოვედი. აუ, ვინ მახსენებს? ცოტა უკარო დაწიო და უფრო გამოჩნდეს. მახსენებს ხალხო ვიღაცა მასლუყებს. ხო და გადმოვედი, ჩავიცი ფეხსაცმელები და წავედი უკან. ხო. ამებით ვერ ვივლიდი ფიზიკურად. ფეხები იცი როგორ მეტკინათ სწრაფად რომ მოვდიოდი. თან ესენი ცოტა მძიმეებია. ის ხო აქ ძალიან მოჭრილი აქ და ვერ დავდივარ. ამები ძალიან მოჭრილი აქ და ვერ დავდივარ. ფრაცა ფრუცით დავდივარ ხოლმე. ფრასტა ფრუცით. მაღაზიაში რო შევაკიდე ვიმტროვი ამ ჩუსტებით. სრიალებს. თხილამურებივით არის.
გიორგი ნამტანი იქით არის ბრუნებული და ცოტა აქეთ შემოატრიალი ჩემსკენ დავჭრე. დავჭრა? ეცე შევხედა. არა, მიდიღა კიდე. დავჭრე თუ უნდა. არა, აღარ უნდა. რა ჯადავა მეცა რა. ამეკავა ეს არ ვიცი. ზოგიერთმა შეიძლება იფიქრონ, რომ ტილები მყავს, მაგრამ არა მყავს. რა ტილები რა ტილები რა არის ტილები მოიცადეთ ხალხო. რა დროი ტილები არა. ხალხო თქვენ არ გეუბნებით ზოგიერთებზე ვიზახი. ცხვირიც რომ მოგებხანოს იქაც ტილები ყავს ადამიანს, რა სიცულელი. მაგაზეც ფიქრობენ რაღაცას, ხო იცი. ზოგი როგორი აზროვნების არის. იცი რა არის? ინტერნეტმა ერთი რამე მასწავლა. რომ უაზრო აზრებს და უაზრო ხალხს ყური არ უნდა დაუგდო. ამიტომ თქვენც გიჩვენებთ. რომ უაზრო კომენტარებს და უაზრო და უტაქტო ადამიანებს არ მიაქციოთ ყურადღება. და აკეთეთ ის საქმე, რაც თქვენ გინდათ. და იყავით ისეთები, როგორებიც ხართ. პირველ რიგში გიყვარდეთ თქვენი თავი. ისეთები, როგორებიც ხართ. და იმას მნიშვნელობა რა აქვს, ვინ რას იფიქრებს თქვენზე ხალხო. არავის იმას არ უნდა დაუგდო ყური. ყველას თავის აზრები აქვს და ყველას თავის ფიქრი. აზრები აქვს ხო? ოღონდ მთლად ისეც არ უნდა ქნა რომ არავის შენ საკუთარ ნათესავსაც არ მოусმინო, მაგრამ როგორც რომ შეიძლება არ გაითვალისწინო მოусმინე და შენი აზრი იმას აქენი, ხო? დააფიქსირე. ყველას თავისი აზრი აქვს გიორგი. ხო. არა, ახლა კომუნიკაციაში შეიძლება შეხვიდა, ხო? ისა აზრი დააფიქსირო რაღაცის, მაგრამ აზრს როგორ აზრს არ უნდა იმას აქნა, რა ქვია, მიაქციო ყურადღება. უაზრო წვეტიანი აზრები რო აწუხებთ ხოლმე ზოგს. ეგეთებს ხოლმე. წაწვეტებული და ეკლიანი აზრები რო აქვს, აი ეგეც. არ უნდა მიაქციო ყურადღება. გიორგი წუთიშვილი. დაცემინე გინდო და დაცემინე ხო ჯანეთი მადლობა ვინც მადლობა უთხარ ვინც ჯანმრთელობა მისურვეთ მადლობა აი მე დავიწყე მე მგონი ახლა არა ვიდეოში ისე არ შეიძლება შემოვიდე რომ ან არ დამაცემინოს ან არ დამახველოს ეს ხალხო ალერგიის ბრალია არანაირი გაციება არც გრიპი ალერგია აქვს მოგცა ახლა დღეს იქით რო იყავ მე ცოცხლები დასევლისა გაქვს
თვალები? სათვალეც არ აშვილის ხანახა. რა არის დედა კრემის თავზე მოიშვი? ვაზე გაკ. რა რაიდა? დაიბანი აღარ მინდა ამდენი. მე ზემოდან მithოვარ. კრემი თავზე გაკ. არი გამომაშო. რა არის? მაგას კრემავ თუ თავზე კრემა? მე ვიცი, შვილო, შეიძლება ვიკრემო ფინას. ჯამი. აღარ მინდა დედა არის ქა. რაღა ჯანი. მე გადაგნესინი გაქვს მთელი კრემი თავზე რა. ჯარი შვილო, რაზე მოვიცხე. დაიცავდა და არაფერი ჩამომიყარა. იყოს მე გავიცი. მე ტყობოდოს რამე რო გავაკეთე. რა თმინდოდა რომ ჩამოვიხე. მოხდა დედა შეიჭმება რა ისე რა პეჩინია შეიჭმება. მე ახლა აქანაც მომიცხი. რა ჯანდაბა? ჭირდება. მე რა ვიცი შვილო რა, დავითხოვარ. მაგაცა გაფაი. სადა? ამაში. ვაიმე. რაღაცა გამახათა ჩემი საქმე. ყველ გავიცით რა თავი. არა ძალიან არა მაინც კარგი. სათვალეს კი რო ვიკეთებ, იმდენად დასიებულიც აღარ მაქვს და რო არ გავიკეთო მისივდება თვალები. და ესე მაქვს, აი. გარჩვინებული მაქვს თვალები ხოლმე ხანდახან. ჩემთან რაღაცა მომწერა მგონი ნახია ბა. არავინ ხო არ ყოფილა. როგორ აწკრატუნი იყო დე? ჭღავი ხალხო. ცრემლები მოდის. ხო, ვიღაცას მოუწერია. ვინ არის? არ ვიცი. რა ხომ ვიცი. თაკოს გამოხატა რეაქცია. ის უნდა ვიყიდო ერთი მე რა ქვია. ალერგია თუ რაღაცა როა თუ იძლევიან თუ არა და სუპრასტინი მაინც რო დაწოლისას დავლევ და აღარ მექნება ისე მაინც როგორ უნდა რა უნდა დაადო კრემი ეგა იქ რაღაც უნდა მოდი კიდე დავადოთ ერთი ფენა მარცხნივ დავჭრა ხო თუ არა აღარ უნდა ახლა და მეორე ფენასაც კრემს გადაუხსო და მე ზემოდან დავადებ მარცხნივ შავია ხალხო
ბანანსაც არ ვჭამდი ადრე. ეხლა შემიყვარდა. რაც მიყვარდა, აღარ მიყვარს, რაც არ მიყვარდა, შემიყვარდა. ძალიან უცნაური ისამაქ რა ქვია. გემოვნება, ხო. აბა ბანანი არ მიყვარდა, შემიყვარდა, მარწყვი არ მიყვარდა, შემიყვარდა. და რაც მიყვარდა, აღარ მიყვარს. მე თვითონაც არ ვიცი რა მიყვარს ხალხო. ისე ადრე ბადეთ ჯაზებს ყოფჭა. აბა ხლა რა მეცა. რა ამ სიბერეში დამემართა ყველაფერი დებილობაა. ხალხო 26 წლის ასაკში დამემართა ყველაფერი დებილობა. ისე ბამბის ნაყინი არ მეცდია, შეიძლება ისიც შემიყვარდა, რა ვიცი. ბამბის ნაყინი არ მეცდია. შეიძლება ისიც შემიყვარდა, მე რა ვიცი. ეს გავსინჯო, შეიძლება ისიც მომეწო. ცოტა ვერა ვარ მე. კარგად. რაღაცა რიგზე ვერა მაქვს. ვივიდა. აგივიდა სული შვენ. რას ქრები, რა შტები ვერ გავიგე. ვინ მეტი და ხელები. ეხლა კი ვეღარა ჩავთავ ამას. აი მარწყვენია მინდა. კიდე? ზემოდან დავადო მარწყვენიები. ორ დავაფხნა ახლა ისა და მარწყვენიები დავადო. რა ვიცი. მარწყვენია. დადი. დაშაქრული მაქვს მარწყვი და მჟავე საბჭამ. აი მინდა? ჰა? მინდა თუ ხოლეში ჯა. რა? მარწყვი. არა ხოლეში ჯა. რა გავაკეთე იცი მარწყვი? ჯემივით გავაკეთე დავსრისე მარწყვი კიდე. არა უშავს აიყვოს რა დავჭი. რანაი შავი არის რა არის? არის ხა. არა უშავს რა ვქნა რა გავაკეთო. მეორეში ვიდეო აქვს. ჰა? მეორე იმაში ვიდეოა. რომელ მეორეში? გასაკეთებელია iPhone-ში. ო, ასატვირთი მაქვს იმაში, iPhone-ში ვიდეო და იმითი იმაგიტო. წაღანა ის იმითი გაგიკეთებია და ამითი გადამეღო და იმითი გამეკეთებინა ის. დიდხარი იმითი იმასკენ იმითი. მე რა ვიცი ბოლოს მივხვდი რომ იმითი ვიღებდი, მე რა ვიცი დედა. ახლა ჩვენ გვინდა მარწყვენიები. ისე არ თუნდა იმ მარწყვების ეკუთა. რა უნდა კაცო? რა თუნდა? აგრეაშვერელები უნდა იყოს. ვაი, თუ არ დავჭრა. არა კაცო დაალაგე ლამაზი იქნება იგი. პეზრა მოგრეხილა პიზაჟ კოშკივით კიდე რა. ჰა? რა? აი ეს აი, ინგლაიტი. ხალხო ერთხელ უნდა გაჩვენოთ დღისი რო გადავიღეთ ვიდეოს, რანაირი საცვლავი ინგლაიტი მაქვს. თან მოგრეხილი. უი! დაიწოხელი, დაითუთქა რა. უტრიკენი აზრები აქ ამეებს საქმეა. რასა? მარწყვებს ხო ასი არის. 140 ლარი მივეცი ხალხო რინგლაიტში. ესე მალე არ უნდა გაფუჭებული იყო წესით. მოიდღა ხალხო.
ჯერ ისე არ ვარ გოდა და აი ამ iPhone-ს რო ალთა მაგრებდი ხოლმე უარესად მოიყრა. დედა რაღა, ძალიან ჭედავ ქართულ სიტყვებში, კაცო. ქართულ სიტყვებში ჭედავ ძალიან. მოირყა. აი მე რაღა ვქნა. კნახათ არის ჩემი საქმე. მე საგოგარეთ არ უნდა გამიშვათ. ქართული დამავიწყდე. ან ყოველდღე ყურში უნდა მელაპარაკოთ. ძალიან ჭედავ ხოლმე სიტყვებში ხალხო. მე ხანდახან როგორ მემართება. აი რაღაც მაღაზიაშიც რო შევალ, ხო და რაღაცა მინდა უთხრა, ხო? ადამიანს რო რაღაცა გავაგებინო რომ მომცეს. ხანდახან ფიქრს დავიწყებ ხოლმე ინგლისურად და ზლიყინებ 1 საათი რომ მოვიფიქრო ქართულად რა არის. აი მაგალითად ეს მინდა ხო მაღაზიაში. 1 საათი უნდა ვიფიქრო ამას ქართულად რა ქვია. მეთო ჩემო. არა და ინგლისურად არ ვლაპარაკობ. არა და ინგლისურად არ ვლაპარაკობ სახში, ხო? ნეტა იმის ის ხო არა იმის ბრალი რომ ქართულად არ უყურებ არაფერს. ხალხო რა სიტყვით. მე მაგის ბრალი მგონია. არ გვენანება მარწყვი. ბევრი გვაქვს. შაქრიანიც და უშაქროც, რომელიც გინდათ მიირთვით. მე შაქრიანში ჩავაყრი ამას. ეს არის ხილის თორტი. ეგ არის იმისი რა ქვია. ტორტი გამოცხობის გარეშე. კაი აზრია სათაურისთვის მგონი, ხო? Eta torti. This is cake. Cakey this is. This is cake. ხალხო, ჩემი სიტყვებში გაჭედვა არ შეიმჩნიოთ ხოლმე. ბევრჯერ გავჭედა, ჩაყვარო? შეიძლება ბევრჯერ გავჭედო ხოლმე სიტყვებში და არ შეიმჩნიოთ თქვენ მაინც. Всё. Დასახურებ, დასახურავს და ინახე. თურმე არა მარტო სიტყვებში ვჭედა, მარტო სიტყვებში არ ვჭედა, თურმე ამებში ვჭედა. რომელი საათია გია? რამდენი წუთი ვარ? ოცდაცამეტი. ეს არის ჩვენი ტორტი. ვაი მე. აჰა, დადევიდე ცოტა ხანი მანდეთ. აი თუ კან იმაზე დადევი. საკით. აი ტახტზე. უში. რა გამივა. ამას უნდა თავს ჯამი რაღაცა რომ თუმცა რა ჯამი მაგა შეიძლება. ბევრია. ოი. არც ისე ბევრი არ შეიძლება გაგიყოს. მოდი ახლა დავიმშვიდობოთ დედა. დაგაშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე. აბა ჰედა აბა ხო, კარგად იყავით, მაგრად იყავით, ჭიდრად იყავით. ეს პეჩენიაც აი ჩავდოთ. თორე ჭემპელები დაეხვევიან. ამას მივრეცხ მოურეცხავ და და მეწყო. გაჭედვა. კარგად იყავით, აბა ხო რა უნდა მეთქვა, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. დედა რა ვქნა. ქართულად ინგლისურად უთხრა და იგი იქნება. აბა ჰედა ხო, კარგად იყავით, მაგრად იყავით. Bye. აბა ჰეი, კარგად. ამასაც ის დაადე. Have a good night.
ისა გამოსაწერი ის. კარგად. აბა ხედა აბა ხო. Bye.